ეს არის ამბავი ადამიანზე, რომელმაც ქვეყნის ისტორიული საგანძურის დაცვა საკუთარ სიცოცხლეზე წინ დააყენა. მის ხელში იყო ოქრო, ალმასები და უძველესი ხელნაწერები. ის კი უკიდურეს გაჭირვებაში შიმშილობდა. მისი სახელი იყო ექვთიმე თაყაიშვილი. ის დაიბადა გურიის ერთ პატარა სოფელ ლიხაუში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში, რომელიც მისი დაბადებიდან 2 დღეში მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა. ექვთიმეს დედა, ნინო ნაკაშიძე, თავადური წარმომავლობის ქალი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და შვილებს გაჭირვებაში ზრდიდა. 3 წლის ასაკში ხიდან ჩამოვარდნილმა ექვთიმემ მიიღო ტრავმა, რომელმაც ხელჯოხი მისი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად აქცია. მცირე ასაკში დაკარგა დედაც. ობოლ ბიჭს ბედის წერამ თითქოს საბოლოო განაჩენი გამოუტანა, თუმცა ექვთიმეს სხვა გეგმები ჰქონდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა, კოჭლი ბიჭი წლების შემდეგ მთელი ქვეყნის ისტორიას მხრებით ზიდავდა. ის ებრძოდა სიღარიბეს, სირთულეებს და საკუთარ ბედსაც კი. მართალია ის და მისი დაძმა უკიდურეს გაჭირვებაში იზრდებოდნენ, თუმცა მან ყველაფერი გააკეთა, რომ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაებარებინა. იქ სწავლის დროს სხვა მოსწავლეების მომზადებით ირჩენდა თავს. მოგვიანებით სწავლა სანქტ-პეტერბურგში გააგრძელა, სადაც ის ისტორიკოსად, არქეოლოგად და მეცნიერად ჩამოყალიბდა. წლები მიუძღვნა საქართველოს ისტორიის და კულტურის კვლევას. სამშობლოში დაბრუნებული აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს და მალევე ილია ჭავჭავაძის ჩარევით თბილისელი იურისტის ივანე პოლტორაცკის ასულ ნინო პოლტორაცკაიაზე ქორწინდება. ამავე პერიოდში იგი ენერგიულად ერთვება ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სწორედ ექვთიმე თაყაიშვილი დაეხმარა ილია ჭავჭავაძეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში განჯიდან თბილისში. მოგვიანებით კი წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ექვთიმეს რედაქტორობით გამოსცა ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული. მას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაშიც. 1921 წლამდე ექვთიმე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე იყო. 1921 წელს მას შემდეგ რაც საქართველო დაეცა და ქვეყანა ოკუპაციის წინაშე აღმოჩნდა, იმდროინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა, განძი უნდა გავიტანოთ საქართველოდან. სხვა გზა უბრალოდ არ არის. ქვეყნის საგანძურის საქართველოდან გატანა, რათა გადაერჩინათ. გადაწყდა, რომ ამ საგანძურს თან უნდა გაყოლოდა მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის იყო ექვთიმე თაყაიშვილიც. საქართველოს საგანძური, ოქრო, ხელნაწერები, სიწმინდეები, ის, რაც ისტორიას ქმნის და იდენტობას ინახავს. ეს ყველაფერი საფრთხეში იყო. აქედან დაიწყო მისი მძიმე და სირთულეებით სავსე გზა. მას მოუწია საფრანგეთში გადასვლა, სადაც ის აგრძელებდა ნაყოფიერ სამეცნიერო კვლევით მოღვაწეობას და სადაც მან თითქმის ცხოვრების მეოთხედი გაატარა. ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში გარდაეცვალა მეუღლე, ცხოვრობდა სიღარიბეში, გარიყულად, თითქმის დავიწყებულად, მაგრამ ერთგულად. ექვთიმეს მარსელის ბანკში შენახული ჰქონდა 39 ყუთი განძი. მიუხედავად იმისა, რომ განძის მესაკუთრედ ოფიციალურად საქართველოს მთავრობა ითვლებოდა, ფაქტობრივად განძ თაყაიშვილი მეურვეობდა. მას თავაზობდნენ მილიონებს, ბრიტანეთის მუზეუმი, კერძო კოლექციონერები, ყველა სურდა ქართული ოქრო. ის კი მშიერი და მივიწყებული ამ ყუთებთან იძინებდა, არ გაღიდა, არ დათმო, არ უღალატა. და აი, 1945 წელს მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების შედეგად ხელსაყრელი პირობები შეიქმნა განძის საქართველოში დასაბრუნებლად. ის დაბრუნდა არა როგორც გმირი, არა როგორც გამარჯვებული, არამედ როგორც ადამიანი, რომელმაც თავისი საქმე პირნათლად შეასრულა. ასე დაბრუნდა საქართველოს საგანძური სამშობლოში და მასთან ერთად დაბრუნდა ისტორიის ნაწილი, რომელიც შეიძლებოდა სამუდამოდ დაკარგულიყო. დღეს მისი სახელი ბევრმა არ იცის, რადგან ზოგჯერ ყველაზე დიდი გმირობა ხმაურში იკარგება. ექვთიმე თაყაიშვილი, ადამიანი, რომელმაც საკუთარი ცხოვრების ფასად დაიცვა და შეინარჩუნა არა მხოლოდ საგანძური, არამედ ქვეყნის ღირსებაც.